Humanitarily დახმარება ღაზასთვის. ორი სრულიად განსხვავებული სურათი ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ ღაზაში. რა ხდება რეალურად ადგილზე? IPC-ის ანგარიში საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მთელ მსოფლიოში სასურსათო უსაფრთხოებას აფასებს, გაფრთხილებს ჰუმანიტარული მდგომარეობის გაურესებაზე ღაზაში. ისრაელი უარყოფს ამ დასკვნებს და ამტკიცებს, რომ ანგარიში უგულებელყოფს ადგილზე არსებულ მონაცემებს. ქოგატის მიხედვით, ცეცხლის შეწყვეტის დაწყებიდან ღაზაში 1,8 მილიონი ტონა საკვები შევიდა. რაც თითქმის 3-ჯერ აღემატება იმ რაოდენობას, რასაც მსოფლიო სასურსათო პროგრამა ითხოვს. ისრაელი ასევე აცხადებს, რომ გაიზარდა სამედიცინო მარაგები და გაფართოვდა წყლის მიწოდება. ისრაელის ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ ეს მონაცემები ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებას აჩვენებს და ჰამას დახმარების მითვისებასა და განაწილების შეფერხებაში ადანაშაულებენ. და ჰუმანიტარული არხების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებენ. ამავდროულად საერთაშორისო ორგანიზაციები კვლავაც აფრთხილებენ მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ. შესაძლოა მსოფლიომ ყურადღება მხოლოდ იმაზე კი არ უნდა გაამახვილოს, რამდენი დახმარება შედის ღაზაში, არამედ იმაზეც, რა ხდება მას შემდეგ, რაც ის ჩადის. ვინ აკონტროლებს მას? ვინ ანაწილებს და იყენებს თუ არა ჰამასი მას საკუთარი ინტერესებისთვის?